დამოუკიდებელი ექსპერტიზა საქართველოს პირველი იყო, სადაც ეს შეიქმნა და თან ბედნიერი ვარ, რომ არ არის ნათარგმნი, არსაიდან. არანაირი მოდელი არ არის, ეს არის ქართული. ეს რაღაცა ლამის მკრეხელობა იყო რა, როგორ რანაირად პროფესიონალები მაშინ უფრო დიდები იყვნენ. ვისაც საწყენია უნდა ეწყინოს, მაგრამ ნამდვილად იქ იყვნენ დიდი ექსპერტები. ადამიანები სუდად იყოს და მე რომ მივიდე გული გაუსხდება ხო. მე გიღებთ ქართველი ერის უდიდესი პატივისცემის ნიშნად. ხო. როგორ მუშაობ გვამთან და მე როგორ შეგიძლია რომ მიირთვა საკვები. კატეგორიული დასკვნა დადე რომ იყო მოკლული ეს ქალბატონი. ეს საქმე გახსნა ბავშვმა ბიძიამ და მამამო დედიკო ცუდად გახდა, ზეწარში გაახვეს და ექიმთან წაიყვანესო. მიზანი რომელიც სიცოცხლეზე მეტია რა, იმ ხელა იყო მიზანი, რომ არა ის უნდა, აი რაც არ უნდა მომხდარიყო, ეს უნდა და გაკეთდა. კვლელობის დამალვა მიდიოდა, ანის ჩაწყობა მიდიოდა. დარწმუნებული ბრძანდებით თქვენ ამ რასაც დასკვნაში წერთ და გეუბნება რომ იცი რა, კატეგორიული ვერ ვიქნები და გინდა ჩაგიტარებია ესეთი ექსპერტიზა და გინდა არა. ქალწულობაზე მომიყევი. არა, ნუ არ მოგეშვები. ხანდაზმულობაზე ჩვენ ძალიან ვცოდავთ საქართველოში. პროკურატურა, ბრალდების მხარე თუ არის ხოლმე თქვენი დამკვეთი. სამხარაულს აქვს სისტემური ხარვეზი, სამხარაული უკონტროლო დარჩა. თუ ამას პროკურორები მოусმენენ, უფრო გამიხარდება. ყველაზე მთავარი პარლამენტმა უნდა გაიგოს და შეიცვალოს. გავაგებინებ. აუცილებლად გავაგებინებ.